ეს სანქციები, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ განხორციელდა და დაწესდა ცალკეული თანამდებობის პირების მიმართ, როგორც იყო მთავარი პროკურორი, როგორც იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კაციტაძის სამსახური. კი ბატონო, სპეციალური საგამოძიებო ინსპექტორი გააუქმეს თავის როზე. ხო, ამერია. თუმცა გარკვეულწილად სამართალო მემკვიდრე კაციტაძია. ორი სამსახური გააკეთეს. კაციტაძის სამსახური, იმიტომ რომ დიდი დატვირთვა მის დასახელებას არ აქვს, ვინაიდან შინაარსთან დაცლილია ეს კაციტაძის სამსახურიც, ასე რომ დიდი ცოდვა არ მიმიძღვის ახლა თუ ზებირად არ მახსოვს მის დასახელება, თუმცა თუ ძალიან დავძაბავ გონებას გავიხსენებ. სამწუხაროა რომ ჩვენ ესე ვსაუბრობთ ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ უწყებაზე, რომელსაც ევალება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ამ ქვეყანაში. ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედი უნდა იყოს, მაგრამ როგორც სასამართლო ხელისუფლება, ასევე პროკურატურა, ასევე ესეთი ცალკეული სამსახურები, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებს უნდა იცავდეს, კი არ იცავს პირიქით ხელისუფლების რეჟიმის, ივანიშვილის რეჟიმის დავალებით აკეთებს იმას, რასაც ისინი უკვეთავენ. აი ახლა თქვენი წინა რესპონდენტი, რომელსაც თქვენ უსვავდით შეკითხვებს, ზუსტად აი მასზე თავდასხმა ამის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მაგალითია, თუ როგორ დაესხენ ისინი თავს მაგალითად ჟურნალისტს, ოპერატორს, როგორ დაესხენ ჩვენ ლიდერს თავს. ცალკე кейსად არის თუ არ ვიცი, მაგრამ პროკურატურის პასუხისმგებლობა იყო ხომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის გამოძიებაც. დიახ, როგორ დაესხენ თავს გიორგი გახარიას ვერ გამი სიახლე ხომ არ არის შემთხვევით. ისეთი შეკითხვაა ეს, მაგრამ არა, არანაირი სიახლე არ არის, რა თქმა უნდა და ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა უწყება აბსოლუტურად, ახალს არაფერს არ ვიტყვი, ემორჩილებ ერთ ადამიანს, დამორჩილებული ყავს ივანიშვილს და ის რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, მან ეს ადამიანები არიან ესეთ ზეწოლის ქვეშ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ბრიტანეთის სანქციებმა კი ვნახეთ, რომ როგორი მყისიერი შედეგი გამოიღო. მურუსიდან დაწყებული აგერ გუშინ უკვე ამ 4-ეულით დამთავრებული, უკვე წუწუნებენ, რომ მათ პლასტიკური ბარათები აღარ აქვთ გაუუქმათ, ანგარიშები გაუუქმდათ. და დარჩენ მარტო შავი ფულის ამარა, რომელსაც მიჩვეულია საერთოდ ოცნება. აი ამ შავი ფული ხდება მოხდა 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩვენი ცალკეული თანამოქალაქეების მოსყიდვა სამწუხაროდ. სხვადასხვა დაშინებები, შანტაჟი, ის 25 ოჯახი, რომელსაც ჩვენ ვამბობდით, რომ კარგად ხელს ითმობდეს ამ შავი ფულით, ამ შავი სალაროთი, აი აქედან მიცემას აპირებენ. ანუ ხელფასს გულისხმობთ? ხო, ესეც თქვენს, ხო, აქედან მიცემას აპირებენ, მაგრამ ასევე ჩვენ ხარჯზე, თამარ, ჩვენ ხარჯზე. სამართლებრივად რა პრობლემები და რა გამოწვევები ექნება ივანიშვილის სისტემას ამ სანქცირების შემდეგ, აი რაც თემა ვთქვათ, ხელფასების გაცემის თემა, თანამდებობაზე სანქცირებული პირის ყოფნის თემა, თუ მიტაცებულ სახელმწიფოში არ ქმნის ასეთი გამოწვევები საერთოდ პრობლემას. ნახეთ, შავი ფულის ტრიალი და ასე შემდეგ, რაც ახსენე. აი მაგას უსვავდი ზუსტად მე ხაზს წეღან და მინდოდა დამენახვებინა თქვენთვის და მეჩვენებინა თუ რა სახე აქვს ამ ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებას აქვს ის სახე, რასაც ქვია კორუფციაზე ცალსახად კორუფციაზე ზიან, ცალსახად კორუფციით ეს ადამიანები, ვინც დღეს ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, პირდაპირ ეს ახლა კიდევ ახლა ჩინჩალაძე მურუსით რო დავიწყოთ, ხო? რატომ დაასაქცირა ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებმა მაინდა-მაინც კორუფციისთვის? აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ რაღაც ტომბრები აღმოუჩინეს მათ და რაღაც საიდუმლო ანგარიშები აღმოუჩინეს. არა. როდესაც შენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ახორციელებ, როდესაც შენ ხარ პროვაიდერი ბიძინა ივანიშვილსა და დანარჩენ მოსამართლეებს შორის, ჩვენ რო ხედავთ დღეს ზონდერ მოსამართლეები რო არიან, რომ ნებისმიერი ბრალი რაც არ უნდა მიუტანოს პროკურატურამ ყველაფერზე ხელს რო აწერენ. ხო იცით ეს სახელმწიფოები ახ ბევრი 1-25 ადამიანი ესეთი, ხო? მოსამართლეზე მაქვს საუბარი, ეგრეთ წოდებული მოსამართლეზე, რომლებმაც საბოლოოდ შეუფარდეს ეს პატიმრობა და ციხეში გამოამწყდეს მომიტინგეები. ჩვენი ეს ძირითადი ბირთვი ამ ჩვენი პროტესტის მათ გამოამწყდეს ციხეში იმისათვის, რომ პროტესტი აღარ გაგრძელებულიყო, მაგრამ პროტესტი მაინც გრძელდება. რა თქმა უნდა, ამ პროტესტს ახლა თავის დასაწყისი აქვს, თავის დასასრული აქვს, ხო? აი ახლა როგორ ჩვეულებრივი დინამიკა, რა თქმა უნდა, ახლა შეიძლება შემცირდეს, შემცირებულიყო თავისთავადაც, მაგრამ ისინი ყველაფერს იყენებენ იმისათვის, რომ
ეს ეგრეთ წოდებული სამართლებრივი მექანიზმი, იმიტომ რომ ახლა როდესაც შენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასული ხარ და ამ დროს 5,000-იან ჯარიმას უწესებ შენ თანამოქალაქეებს იმისათვის რომ არ შეიკრიბონ, ნუ ახლა რაზეა ეგ საუბარი, რა სამართლიანობაზეა საერთოდ საუბარი. მეორეს მხრივ მათ შორის ამ პროტესტის უწყოტობის დამსახურება არის ალბათ რეაქციის უწყოტობაც, ხომ დასავლეთის მხრიდან. როგორ ფიქრობთ, ამ სტატისტიკის ზრდის პარალელურად დიდი ბრიტანეთიდან უნდა გაუტყდეს თუ არა ძილი ივანიშვილს რეალურად ეს ნიშნავს წრის დავიწყებას მასთან ახლოს. თამარ, თქვენ ამ კითხვაზე პასუხიც იცით, მაგრამ ჩემგან გიდათ მოისმინოთ და ამ წუთში გეტყვით მაგასაც. რიტორიკული კითხვები? ეს 200 კი, ეს 200. ეს 200 კი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ეს 200-ზე მეტი უკვე დასანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ბრიტანეთის მიერ და თავისუფალი სამყაროს მიერ ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები რა თქმა უნდა დიდი პრობლემების წინაშე არიან და ეს დიდი პრობლემების წინაშე რო არიან და ეს რო კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება ეს დინამიკა და ეს რო ქვეყნის პრობლემად არ უნდა იქცეს ეს ჩვენ ძალისხმევად უნდა იყოს ამისთვის არის მათ შორის ჩვენი ლიდერი გიორგი გახარია ახლა ჩასული უკვე მეორე კვირა მიდის ბრიუსელში და სხვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში და ჩვენი ძირითადი პოსტულატი რაც არის და ჩვენი ძირითადი მიზანი ეს ადამიანები რომლებმაც დაიმსახურეს ივანიშვილის რეჟიმზეა საუბარი ეს სანქციები, რა თქმა უნდა, მათ ეს სანქციები უნდა გაუგრძელდეთ, მაგრამ ქართველი ხალხი არ უნდა დასანქცირდეს, ვინაიდან ქართველი ხალხი, როგორც თქვენ ბრძანეთ, უკვე 4 თვეზე მეტია იბრძვის და შესაბამისად ამ ბრძოლისათვის ისინი უნდა წახალისდნენ და არა მათ რაიმე ვთქვათ პროდუქტი, მაგალითად ისე როგორც არის ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერდეთ. თქვენ ასევე გაგახსენებთ, რომ ცალკეული მაგალითად მთავრობის წარმომადგენელი აყენებს პერმანენტულად საკითხს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, მაგრამ ჩვენ რაც ჩვენ ხელს გვეწიფება და აქვე არ იქნებოდა მართებული რომ არ მე თქვა დანარჩენი ოპოზიციის წარმომადგენლებიც ყოველ შემთხვევაში მათ ნაწილი იგივე არიან რომ ქართველ ხალხს არ ოპოზიციაზე გადმოვალ აუცილებლად ბატონ ზაზა უბრალოდ აი დავაზუსტებ გავაგრძელებ თამარის შეკითხვას ანუ ის რომ აი გენერალური პროკურორი არის დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ის რომ ოცნების ვიცე-პრემიერი არის მაგნიცკის სიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მთელი ძალოვანი ვერტიკალი არის დასანქცირებული ანუ ეს რა პრობლემას შეუქმნის ან შეუქმნის თუ არა სამართლებრივადაც მათ შორის საერთაშორისო დონეზე პრობლემას ივანიშვილის ხელისუფლებას ხო ხო გძნობთ რომ რღვევა დაწყებულია. მე გძნობ ამას, რომ რღვევა დაწყებულია. ნახეთ, ეხლა ერთ რაღაც აი მაგალითად საერთაშორისო გამოძიებებში, აი ნახეთ უფრო დავაწრულებ, აი საერთაშორისო გამოძიებებში ხო არის ხოლმე, როდესაც თანამშრომლობს ხომ საქართველოს ოცნების ხელისუფლება, სხვა გამოძიებებს, სხვა ქვეყნებთან, აი მაგალითად გერმანიასთან, როდესაც ერთობლივ გამოძიებას, ტრანსატლანტიკურ ტრანსნაციონალურ ბოდიში გამოძიებებს, როდესაც ატარებენ, აი ამაშივე პრობლემას ხო არ შეუქმნის. ნახეთ, აი თქვენ როგორც თამარმა, ასევე თქვენ დამისვით შეკითხვა, რომ რა პრობლემას გამოიწვევს ეს ივანიშვილის რეჟიმისთვის, იწვევს თუ არა ეს სანქციები, აი თვალშის, ანუ ხელშესახებ პრობლემებს, აი ერთ ელემენტარულ მაგალითს მოგიყვანთ. აი როგორ იწვევს ხელშესახებ, ანუ აი თვალსაჩინოა ეს, რომ მათთვის ეს პრობლემა თუ რომელიმე მათგანი მაღალჩინოსანი არ არის დასანქცირებული ბრიტანეთის ან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ან ზოგადად თავისუფალი სამყაროს მიერ, მაგრამ განსაკუთრებით ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, იცი როგორ უყურებენ? აი ესე უყურებენ, ვერ ატყობ თქვენ მაგას, როგორ უყურებენ ცალი თვალით, რაღაცა ეჭვის თვალით რო უყურებენ, ანუ ვინც არიან დასანქცირებულები ერთმანეთში გულისხმობთ ოცნებაში ეჭვიანობენ ხო ანუ ვინც დასანქცირებულები არიან ესენი არიან უკვე აი ცალსახად უკვე გამობრმეძმედილი ანუ მათი გაგებით რეჟიმის ხალხი და ვინც არ არიან დასანქცირებულები მას ეჭვის თვალით უყურებენ ივანიშვილთან დაკავშირებით წეგან ცოტა გამექცა ფოკუსი თამარის შეკითხვაზე ივანიშვილთან დაკავშირებით ბრიტანული სანქციები რო ახლოსია ამას ახლა შევიარაღებელი თვალითაც უნდა ვხედავდით, ხო? ახლა როცა მთავარ პროკურორს გისანქცირებენ, მანამდე დაგისანქცირეს ვინც ყავს სასამართლოს მმართველებად დანიშნული არალეგიტიმურად. დასანქცირებული ყავს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დასანქცირებული ყავს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ვიღარ რჩება? ახლა რჩება ივანიშვილი და მანამდე რჩება ალბათ რუხაძე. მე ვფიქრობ რუხაძე, ანუ პროპაგანდის თავარი
ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი ოცნების უпростоრად ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის არის მოგეხსენებათ რუხაძე და რუხაძე ალბათ რუხაძე დგას ახალ რიგში. შემდეგი ალბათ იქნება რუხაძე. ეხლა მე რო არ გამომივიდეს რომ რაღაც ეს ამ სანქციის მიმართულების ექსპერტი ვარ და არა და სხვა მიმართულებას ვიცი. თქვენ ამიტომ ეს ჩემი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. ეს სანქციები ტრანსნაციონალურ გამოძიებებში საინტერესოა კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დააყენებს ამათ რეპუტაციას ეს გასაგებია, თუმცა სხვა მხრივ რაიმე დაყოლება შეუქმნის თუ არა, ნახოთ ხო როგორ იქნება. ფაქტი არის რომ სანქციების მიუხედავად ჯერჯერობით აგრძელებს ქართული ოცნების ხელისუფლება რეპრესიულ პოლიტიკას, ამის ერთ-ერთ ნაწილად განიხილება უწოლკიანის საგამოძიებო კომისიაც, ხომ? პარლამენტში შექმნილი. გიორგი გახარია უნდა არის დაბარებული ორშაბათს, როგორც ვიცით, მას კონკრეტულად არ გაუკეთებია ამაზე განცხადება. პარტიის წევრების კომენტარებიც ასეთია, რომ ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. ამიტომ ასე გკითხავთ, თქვენი პოზიცია როგორია, უნდა მივიდეს თუ არა გახარია? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა არ არის დასამალი რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია და არა მარტო გადაწყვეტილების მიმღებია, ჩვენი აზრები იყოფა ორად. როგორც ზოგადად საზოგადოების აზრები იყოფა ამ ეგრეთ წოდებულ წულუკიანის კომისიასთან დაკავშირებით, რომ ერთნი ამბობენ რომ უნდა მივიდეს, მეორენი ამბობენ რომ არ უნდა მივიდეს, ერთი ამბობენ რომ ვინც მივა ის ლეგიტიმაციას აღიარებს ამ კომისიისას და მხარეს უფრო მეტად ხართ მაშინ ეს გითხარით. ხო, აი მოკლედ ეხა შესავალიც გავაკეთე და მოკლედ გეტყვით ახლა რომ ესე იგი მაშინ ესეთ რიტორიკულ შეკითხვას დავსვა. ჩინჩალაძე მურუსის სასამართლოში რომ დავდივართ ჩვენ, გვინდა არ გვინდა, იქ პროკურატურა როდესაც ბრალს წარმოადგენს ხოლმე, მე როდესაც გირავებს ვიხდით ხოლმე, მე როდესაც ვიღაცები ჯარიმას ვიხდით ხოლმე, ამით ჩვენ პროკურატურას, ივანიშვილის პროკურატურას, რეჟიმის პროკურატურას და რეჟიმის სასამართლოს ვაღიარებთ? რა თქმა უნდა, გავიგეთ თქვენი პოზიცია, მოკლედ თქვენ ფიქრობთ რომ უნდა მივიდეს. მე ფიქრობ, ერთი ცალკე აღებული როგორც პარტიის წევრი, როგორც ერთი აღებული იურისტი, ცალკე აღებული იურისტი, მე ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას ადგილზე მე მაგალითად მივიდოდი, იქვე, აი როგორც ახლა გითხარით, ამ კომისიას აუხსნიდი როგორც კონსტიტუციურ სამართლებრივად, ასევე ზოგად სამართლებრივად, რომ ისინი არიან არალეგიტიმურები, არაკანონიერები, არაკონსტიტუციურად შექმნილები. დაუსახელებდი ყველა კონსტიტუციიდან დაწყებული კანონმდებლობის ყველა ნორმას, ყველა მუხლს, ყველა საფუძველს, რომ ეს ესია და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ ესე გააგრძელეს და დროზე არ გამოაცხადეს თვითლიკვიდაცია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მათი თვითლიკვიდაცია გარდაუვალია ერთი მდგენელის შემოღების საფუძველზე, ისინი დაექვემდებარებიან თვითონ ნამდვილი კომისიის წინაშე წარდგენას და რას გულისხმობს ეს? შენ როდესაც აქ ნახევარსიმართლეს ლაპარაკობ, შენ როდესაც აქ საუბრობ, რომ ეს კომისია შექმნილია იმისათვის, რომ თითქოს ეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა უნდა გააუქმო, მე საგუნდსასამართლოს მეშვეობით და ჩვენ როდესაც ვიცით, რომ საგუნდსასამართლოს 7 მოსამართლე ივანიშვილს ესე ხელში უჭირავს და ფაქტობრივად იმათ მანტიების გარდა მოსამართლეც არაფერი არ აქვს. ამ ფონზე ეს ხო მიკერძოებულია. სადაც აქ სამართლიანობა, სადაც აქ კონსტიტუციურობა. შესაბამისად, ესენი დაექვემდებარებიან ნამდვილ კომისიაზე წარდგენას. ღმერთმა არქნას, რომ კომისიაში ვიყო მე. კი ბატონო. ღმერთმა არქნას. აი ამ კითხვას დაუბრუნდით, მაგრამ მაინც პარალელზე მინდა კითხოთ თქვით, რომ აი მივდივართ პროკურატურაში, სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ლეგიტიმაციას არ ვაღიარებდეთ, მაინც რამდენად პირდაპირ პარალელია, იმიტომ რომ თქვათ მოსამართლეები წინამოწვევის პარლამენტის მიერ არის მათი ნაწილი დამტკიცებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასე შემდეგ. ახლა საუბრობთ ახალი არჩევნების შემდეგ ვითარებაზე, მაინც ქნის თუ არა ლეგიტიმაციის დილემას მისვლა და რას მიიღებს პოლიტიკურად გახარია ამ კომისიაში მონაწილეობით. ნახეთ, ჩვენ ესე იგი მე ეთქობა ვერ ამოუწურე მაინც ეს გახარია ეს მისვლა არ მისვლის საკითხი, ხო? გესმით, რომ ბუნებრივი არსებობს ეს ინტერესი და მაგალითად შეკითხვები რო რჩება, მაგრამ შევეცდები რომ ეხლა საბოლოოდ ამას გავცე პასუხი, რომ ესე იგი პირველი რომ გიორგი გახარიას მისვლა არ მისვლის საკითხი ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე უნდა გადაწყვეტოს საბოლოოდ მაინც გიორგი გახარია. მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს თავაძე და რას ფიქრობს თქვათ ეს მაგრამ თუ მივა ლეგიტიმაციის თემას, რომელზეც ასე ხშირად საუბრობს, აყენებს თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ მისივე პოზიციას.
პოზიციას. ნახეთ, აი, ჩვენ ხო უნდა ავწონოთ ყველაფერი და დავწონოთ, ხო? აი, რა სიკეთეები, რომელი სიკეთეები წონის? ანუ ჩვენ თუ მივალთ და ამ კომისიას ვეტყვით და პირში მივახლეთ, რომ შენ ხარ არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური და ამიტომ და თან კიდე მეორე რომ შენ ამ კომისიის, ამ ეგრეთ წოდებული კომისიის შემადგენლობა გააქვს ისეთი, რომელსაც ჩემ დანახვაზე 3 ნაბიჯით გავდი უკან. ჩემი სახელი საერთოდ ხსენებას და გვარზე საერთოდ გემართებოდა კრუნჩხვები და საერთოდ აკრძალული ქონდა შენ, როგორც იმ არიყავ შენ საერთოდ ჩემი ტოლი, რომ შენ ჩემი სახელი და გვარი გეხსენებია და შენ ეხლა გამოდიხარ იქ და თითქოს რაღაც დამოუკიდებელი ფიგურა გონია შენი თავი და რაღაც კითხვების დასმას აპირებ ჩემთან, შენ გონია რომ მე არ ვიცი რომ შენ ივანიშვილი ხარ? რა თქმა უნდა ვიცი რომ ივანიშვილი ხარ და შესაბამისად მე თუ მოვალ ივანიშვილს უპასუხებ იქ, შენ კი არ გიპასუხებ. ამიტომ არც ლეგიტიმურად, არც მორალურად, არც ადამიანურად, არც ამ კომისიის შემადგენლობას, არც ამ კომისიას არ აქვს არსებობის უფლება და თუ მე მაგალითად პირობითად იქ მივალ ეს კომისია ხო, თუმცა მე რასხრივ ეს ხომ არ არის დაზღვევაც, რომ არ აქციონ ბრალდებულად. ბერკეტი არ მიცეს მის წინააღმდეგ ივანიშვილს ხელში. ნახეთ, რომელ ბრალდებულებაზეა საუბარი. საერთოდ ჩვენ როგორც აქციის მამუკა ხაზარაძე ვთქვათ. ნახეთ, აი ამ სტუდიაში ბევრჯერ დაისვეს თქვენ შეკითხვა, მაგალითად, აი რას ფიქრობთ, მაგალითად, აი კონსტიტუციის ამ მუხტთან დაკავშირებით, ან ამ შემთხვევასთან დაკავშირებით და მე ყოველთვის პასუხობთ, აი ორნაირად პასუხობთ ამას. ერთი რომ ეს თუ თქვენ მეკითხებით როგორც მაგალითად კონსტიტუციონალისტს, მე შემიძლია მშრალად გიპასუხოთ კონსტიტუციის რაღაც მუხტთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ თუ მეკითხებით რომ ამ კონსტიტუციის მუხტს ან რომელიმე მუხტს ან კანონმდებლობას როგორ კითხულობს მაგალითად ქართული ოცნების წარმომადგენლები, ეს არის წმინდა აპატია და ქოცური სამართალი, რომელიც არანაირ სამართლებრივ ლოგიკაში არ ჯდება. ახლა უფრო შორს თუ წავალთ ხა იმათი მიღებული არის არაკონსტიტუციური ხალხო ხო და ეხლა თუ მაგას მეკითხებით რა თქმა უნდა არაკონსტიტუციურია ნებისმიერი მათი ქმედება. დიდი მადლობა ბატონ ზაზა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი. ზაზა თავაზე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი მასვე მშვიდობებით.